Prime Time-ის რედაქციას მოწვევისთვის. ძალიან პოპულარული გაზეთია და ძალიან კარგი ღონისძიება არის. და თქვენს მადლობას გადაგიხდით, რომ ინტერესი გამოიჩინეთ და მობრძანეთ. დანარჩენი თქვენ დაიწყეთ შეკითხვები და კარგი, დიდი მადლობა მობრძანების გადაგიხდით და პირველი კითხვა მინდა დაგისვათ პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ ცხრება არც სხვადასხვაობა და აჟიოტაჟი. თქვენი პოზიცია როგორი არის ამასთან დაკავშირებით და რატომ თუკი თქვენთვის მიუღებელია ქუთაისში პარლამენტის გადატანა, იქნებ კონკრეტული არგუმენტები მოგვახსენოთ. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ვერც ერთი არგუმენტი ამ საკითხის ინიციატორების მხრიდან ვერ მოვისმენ. გარდა იმისა, რომ ქუთაისში შეიქმნება 200-300 სამუშაო ადგილიო, რაც აბსოლუტურად არარაციონალური მოსაზრება, იმიტომ რომ 100 მილიონზე მეტი მე ეჭვმაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი დაჯდება ის ფეშენებელური შენობა, რომელთაც და ფუფუნებით სავსე შენობა, რომელიც ახლა იქ ქუთაისში უნდა აშენდეს ჩვენთვის პარლამენტის წევრთათვის, შეიძლებოდა დახარჯულიყო ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნისათვის იგივე ქუთაისელებისთვის და სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, დღეს რომ ჩვენ 150 მილიონი ინექცია გაგვეკეთებია სოფლის მეურნეობაში, გარწმუნებთ 6 თვეში ჩვენ უკვე 200-300 სამუშაო ადგილი იქნებოდა შექმნილი, ხოლო თუ კი მთლიანად განხორციელებოდა ქართული დასის პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ წელიწადში 540,000 მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილს მივიღებთ. ამიტომ პირველ რიგში მოდი ვთქვათ, არაპრაქტიკული, არარაციონალური წინადადებაა ეს ერთი, მაგრამ რაც მთავარია, საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი და თბილისი არის შემთხვევით ესე იგი საქართველოს დედაქალაქი და პოლიტიკური და პარტიული ნიშნით თბილისის დედაქალაქობა არ ყოფილა შერჩეული საუკუნეების განმავლობაში. თბილისს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, თბილისს აქვს ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ თბილისი უნდა დარჩეს დედაქალაქად, როგორი დიდი სიყვარულიც არ უნდა გქონდეს ქუთაისის, ბათუმის, მე წარმოშობით სენაკიდან ვარ, ისე ბათუმში ვარ დაბადებული და გაძრილი და როგორი დიდი სიყვარულიც არ უნდა გქონდეს ჩვენ ყველა ამ ქალაქების, თბილისი უნდა იყოს დედაქალაქი და არა რომელიმე სხვა ქალაქი, რომლის მაჟორიტარი დაახლოებულია პრეზიდენტთან. და კიდევ ერთი შეკითხვა სახალხო დამცველთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, თქვენ ითხოვთ სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდას. კონკრეტულად რაში გამოიხატება თქვენი ინიციატივა და თუ არ ვცდები კანონპროექტი უკვე შეტანილი გაქვთ პარლამენტში? თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ გაერკვეს საით მიაქანებს ქვეყანას მთავრობა, შეუძლია ჩახედოს სახალხო დამცველის ანგარიშს, სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებს, უფლებადაცვითი ორგანიზაციების ანგარიშებს, უნდა ჩახედოს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და უნდა მოისმენს ქართული დასის ასევე ჩვენი სხვა კოლეგების მოსაზრებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. ქვეყანაში სწრაფი ტემპით ქვეყანა მიექანება კლასიკური ავტორიტარული მმართველობისაკენ. ამის თავისთავად ცხადია, რომ იმისაც რომ სახელმწიფოს ინსტიტუტი უფრო ეფექტური გახდეს და უფრო ეფექტურად განახორციელოს უფლებადაცვითი საქმიანობა, ჩვენ მიგვაჩნია და არა მარტო ქართულ დას, უკვე ჩვენ ამაზე გვქონდა საჯარო განხილვა ექსპერტებთან ერთად და ყველა ექსპერტმა ამას ხარი დაუჭირა, სახელმწიფოს უნდა მივანჭოთ ორი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ერთი ეს არის ის, რომ თუ სახელმწიფოსმა აღმოაჩინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლება და ამ დარღვევაში იყო დანაშაულის ნიშნები, ასე შემთხვევაში ესე იგი ავტომატურად უნდა იღრებოდეს საქმე და ეს დისკრეცია არ უნდა იყოს პროკურატურის, არამედ უნდა იყოს სახელმწიფოს მოთხოვნაზე ავტომატურად აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სახელმწიფოს რომელიმე სტრუქტურის წინააღმდეგ და მეორე ინსტრუმენტი სახელმწიფოს და მის ინსტიტუტს უნდა მიეცეს საშუალება მონიტორინგის, სრულფასოვანი მონიტორინგი აწარმოოს ამ საქმის მიმდინარეობაზე, იმიტომ რომ საქმის ძიების დროს ხშირად ხდება ფაბრიკაცია საქმეების, მათ შორის მოწმეთა დაკითხვის დროს შანტაჟი, ზეწოლა მოწმეებზე და ასე იგი ამ თვალსაზრისით ხდება მნიშვნელოვანი გაყალბება ასე იგი რეალური მდგომარეობის. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს გაძლიერება იქნებოდა დღეს ძალიან კარგი და ეფექტური ინსტიტუტის შექმნის საფუძველი, რომელიც უფრო ეფექტურად და უფრო ოპერატიულად, რაც თავარია, დაიცავდა ადამიანის უფლებებს. ბატონჯანტი, რუიანთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, თქვენ ესეთი განცხადება გააკეთეთ საინტერესო, რომ მოუწოდეთ რუიანს შეწყვეტონ სეპარატისტული მოლაპარაკებები და არ უნდა მოხდეს თვალის პაჭუნით გადაწყვეტილებების მიღება. ანუ თქვენ თვლით, რომ თუ დაიწყება ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რეალურად მოხდება შეთანხმებები და არა სასარგებლო გადაწყვეტილება ხალხისთვის და საარჩევნო გარემოსთვის. ისე რა, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა განსხვავდებოდეთ ნაციონალური მოძრაობისგან, რომელიც კანონებს ირგებს თავის პირად ვიწრო პარტიულ ინტერესებს.
ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საარჩევნო გარემოს ისე შესვლას, რომ შეიქმნას თანაბარი კონკურენტული გარემო ყველა პარტიისთვის. და რა ის რა აწყობს რომ ქართულ დას რვიანს ნაციონალურ მოძრაობას თუ რომელიმე სხვა პარტიას. აი ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება. აქამდე ჩვენმა კოლეგებმა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასე იგი იმუშავეს მარტო, წარმოადგენეს პროექტი, რომელიც აწყობდა პარტიათა რაღაც ჯგუფს და მინდა ვთქვა, რომ თავიდან ისინი განწყობილი იყვნენ, რომ სავსებით თვითკმროგო ამბობდნენ კიდევ ეს არის თვითკმარი ორგანიზაცია, მე როცა ნახეს რომ ვერ არიან თვითკმარი ორგანიზაცია, იყვნენ ქართულ დასთან, ესე იგი აწარმოეს მოლაპარაკება, მოიყვნენ ჩემთან ოფისში მობრძანებული, პირადად მე ვესაუბრე რვიანის წარმომადგენლებს, იყო თავისუფალი დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები მოსულები, მაგრამ წარმოადგენდნენ ისინი რვიანს. მათ გთხოვეს მხარდაჭერა და ესე იგი გაერთიანება, რა თქმა უნდა ჩვენ ქართული დასის პრინციპული პოზიციაა, რომ ხელი შეუწყოთ ყოველგვარ ერთობას ოპოზიციურ ფლანზე, მაგრამ ერთობა უნდა იყოს არა იმის მიხედვით, რა აწყობს ქართულ დას რვიანს ნაციონალურ მოძრაობას ან რომელიმე სხვა პარტიას. მაშინ რითი განსხვავდებით ჩვენ ნაცმოძრაობისგან. არამედ ზოგადად ჩვენ უნდა შევქმნათ ესეთი სტაბილური კონკურენტული საარჩევნო გარემო. და მე როცა მაგალითად გქონდა განხილვა ქართული დასის წინადადების მათთან ერთად, რომელიც ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას, იქ ძალიან ღიად ასეთ პასუხს ვიღებდი, რომ იცი, ესე ამ პარტიას არ აწყობს, ამიტომ აქ არის ვის რა აწყობს, ეს ნაკრები, მათი პროექტი არის ნაკრები, რომელ პარტიას რა როგორ აწყობს. არიან იქ პარტიები, რომ სულაც არ აწყობს ეს ყველაფერი, მაგრამ ისინი რა იმდენად უპერსპექტივოდ გრძნობენ თავს პოლიტიკაში, ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური ალიანსი იქნება შენარჩუნებული და ამით როგორმე ეს ალიანსი დაეხმაროს პარლამენტში მოსახვედრად, ამიტომ ეს პარტიები რა თქმა უნდა არიან ჩუმად. მაგრამ ეს ჩვენთვის პრინციპია მიუღებელი, მეორე, მაშინ ჩვენ არაფრით არ ვჯობივართ ნაციონალურ მოძრაობას, თუ კი ჩვენც დავიწყებთ ჭრას და კერვას კანონებისას იმის მიხედვით რა გვაწყობს ჩვენ. ჩვენ შევთავაზეთ თანაბარი გარემო 4 ძირითადი მიმართულები და ანბანი ვინც ისის არჩევნების ყველა დაგეთანხმებათ, რომ თავარია თანაბარი ხელმისაწვდომობა ფინანსური რესურსების ყველა პარტიისთვის და ფინანსები წყვეტენ არჩევნების ბედს, თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიაში გაშუქების და საარჩევნო რგოლების განთავსების, ანუ თანაბარი დრო და ლიმიტი ყველა პარტიისათვის, ეს არის თანაბარი წარმომადგენლობა ყველა პარტიის საარჩევნო ადმინისტრაციებში, ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში და ეს არის თანაბრად ყველა პარტიის ჩამოშორება, ესე იგი ყველა სახელმწიფო, ანუ ადმინისტრაციულ რესურსებისგან. რამე არის ახლა ამაში, აი თქვენ არ ახართ სპეციალისტები და რამე არის ამაში გაუგებარი? თუ ჩვენ გვექნება თანაბარი ფინანსური რესურსები, ანუ თუ ჩვენ ნაცმოძრაობას, რომელსაც შეუძლია 200 მილიონი, 500 მილიონი ან 1 მილიარდი დახარჯოს არჩევნებზე და ამას აკეთებს ყველა არჩევნებზე, დაუწესებთ კვოტას და არ მივცემთ იმაზე მეტის დახარჯვის საშუალებას, რასაც თითოეული საარჩევნო ოპოზიციური სუბიექტი დახარჯავს. პირობითად ვთქვათ, მაგალითად 3 მილიონი. თუ ჩვენ ნაცმოძრაობას დაუწესებთ კვოტას და ლიმიტს თანაბარს, ისეთივეს როგორც ვთქვათ, ქართულ დასს ექნება ან იგივე რვიანს ექნება ასე იგი საინფორმაციო ველში ან საარჩევნო რგოლების განსტავების თვალსაზრისით. თუ ჩვენ ასევე ერთნაირად ვიქნებით წარმოდგენილები საარჩევნო ადმინისტრაციებში, დღეს ოფიციალურად, ფორმალურად 13 წევრიდან ყველა დონის ადმინისტრაციაში ნაცმოძრაობას ხავს 7 წევრი. ეს ფორმალურად და კიდე რამდენია მისი სატელიტი, თქვენ ხო ძალიან კარგად იცით. რეალურად 12 წევრს მთლიანად აკონტროლებს ნაციონალური მოძრაობა. და თუ ჩვენ თანაბრად ვიქნებით საარჩევნო ადმინისტრაციებში, ასევე წარმოდგენილი და თუ ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებით ნაციონალურ მოძრაობას ჩამოვაშორებს სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ანუ აღარ ჩაერთვება არჩევნებში შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, საბაჟო, სხვათა შორის ძალიან ეფექტურია არჩევნების დროს სოციალური დასვის სააგენტოს მუშაობა. იმიტომ რომ 950,000 არის ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა პროგრამაში რეგისტრირებული და კიდევ 600,000 აქვს დაწერილი. აი 1,5 მილიონი ადამიანი არის თვალის აი წარბის აწევაზე აი ამ სააგენტოსი, რომ მას ექნება თუ არ ექნება სარჩო საბადებელი. აი ეს თქვენი 1,5 მილიონი ხმა, რომელიც პრაქტიკულად გარანტირებული აქვს, ესე იგი თუ კი ჩვენ არ ჩამოაშორეთ ნაცმოძრაობა ადმინისტრაციულ რესურსებს. მაშინ მითხარით, ეს ხო იქნება ნამდვილად თანაბარი გარემო. აბა ახლა პასპორტში ბიომეტრიული პასპორტის სურათი იქნება ტრიგონომეტრიული 3, 4, 5, 6-ზე შესაძლოა ამასაც მნიშვნელობა კონდეს. თქვათ
იგივე იმ პრინციპის თვალსაზრისით, რომ სიები გაიწმინდოს და ასე შემდეგ. თუმცა სრულ გარანტიას სიების გაწმენდისას არც ეს არ იძლევა. ტექნიკაც იტყუება და არსებობს პროგრამები, რომელსაც ხელისუფლება გააკონტროლებს და შეუძლია პირდაპირ პროგრამულად გაგიყალბოს არჩევნები. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეეხება სიებს ჯობია თუ ენდობი საკუთარ პარტიის წევრს გააკეთო კარდაკარი, არ დაიზარო მუშაობა, მიხვიდე ყველა კარზე დააკაკუნო და გაარკვიო ამორჩეველი ცხოვრობს თუ არა. ეს არის ნამდვილი შემოწმება და ნამდვილი დაზუსტება სიების. აი თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დააკვირდეთ ყველა აქცია მთავრდება იმით რომ ხდება ასე იგი საფუძველი ახალი საკანონმდებლო ინიციატივების რომლებიც აწესებენ ახალ რეგულაციებს ანუ ახალ შეზღუდვებს კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ. ხელისუფლება ამით ებრძვის შედეგს და არა მიზეზს, რასაც გამოყავს ხალხი. ხელისუფლებას მე გუშინ ურჩიე რომ იფიქროს რას გამოყავს ხალხი ქუჩაში. რატომ არის ხალხში განცდა, ძაფრი განცდა უსამართლობის, რატომ არის ხალხში დიდი სურვილი რომ ხელისუფლება დაამხოს, შეცვალოს, მოდი ესე ვთქვათ, აქციების, საპროტესტო აქციების გზით და არა არჩევნების გზით. იმიტომ ხომ არა რომ ქვეყანაში არის გაბატონებული უსამართლობა, ქვეყანაში არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო სისტემა და ამას მე ესე მომზადებული, იმიტომ წამოვიღე სტატისტიკა, რომელიც ამბობს რომ 2009 წელს მაგალითად 18354 პირის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან მხოლოდ 18-მა შეძლო თავის გამართლება. აი სტატისტიკას 37 წლის რეპრესიების დროინდელ თუ ამოვიღებთ 8-10% ახერხებდა თავის გამართლებას სასამართლოებში. 100-ჯერ უფრო მაღალი ციფრი იყო, რომელიც ამტკიცებდა თავის სიმართლეს 37-იან წლებში, ვიდრე დღესაც. რაზე მიუთითებს ეს სტატისტიკა? იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ კარგად? არა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა არ არის თავისუფალი, ადამიანები თავს ვერ იცავენ სასამართლოში და ამიტომ თავისი უფლებების, პოლიტიკური უფლებების, სიტყვის თავისუფლების, ეკონომიკური უფლებების თუ სოციალური თუ სხვა უფლებების დაცვას ცდილობენ საპროტესტო აქციების გზით. აი ეს არის ენერგია საპროტესტო აქციებისათვის. საპროტესტო აქციები ყველგან ტარდება, მაგრამ პერმანენტულად ჩვენ ხვდებით ყველა გაზაფხული და ყველა შემოდგომა არის რაღაცა აპოკალიფსური მოლოდინის, რომ ესე იგი ახლა დაინგრევა და დაიშლება ქვეყანა. რაც თავისთავად ცხადია ქვეყნის განვითარებას აფერხებს. აი ამ ნაწილში მე ხელისუფლებას ვეთანხმები, მაგრამ თუ არ იქნება ესეთი აქციები და თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ხელისუფლება უკვე თვითონ გაჩნდა ქვეყნის თვითონ გახდა ქვეყნის განვითარების ძალიან ძლიერი შემაფერხებელი ძალა. ამიტომ სხვა გამოსავალს როცა არ დატოვებ, რა თქმა უნდა, ეს დიდი მძიმე კი არის დიდი ენერგია და მინდა თქვა რომ უარყოფითი ენერგია, ნეგატიური ენერგია, რა თქმა უნდა, ყოველთვის საპროტესტო აქციებში ამოხეთქავს. და ერთი მინდა თქვა რომ ძალიან უხერხული, ძალიან რბილად მინდა თქვა, ცვლილება გუშინდელი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ასევე პირდაპირ მიმულია აქციებზე. და რაც მე ასე იგი შემიძლია პირდაპირ შევაფასო, ეს არის ნაბიჯი ნაცვლად დემოკრატიისა უკან ფეოდალიზმისაკენ. სადაც სახელმწიფო ცდილობს გამოყოს ერთგვარი პრივილეგირებული სოციალური ფენა, ჩინოვნიკები, რომლის მიმართ დანაშაულის ჩადენა უფრო კაცრად დაიჯება, ვიდრე მაგალითად პენსიონერის. მაგალითად თუ ადამიანი შეურაცხყოფას მიაყენებს ფიზიკურს და სიტყვიეს, პენსიონერს, პედაგოგს, მხატვარს, ჟურნალისტს და ასე შემდეგ, ამის გამო ის დაიჯება, მაგრამ მსუბუქი დანაშაულით, მაგრამ თუ პარლამენტის წევრს მიაყენებს შეურაცხყოფას, თუ მინისტრს და რომელიმე თანამდებობის პირს, თქვათ, გამგებელს, გუბერნატორს ან პოლიციელს მიაყენებს შეურაცხყოფას, მაშინ შეიძლება გახდეს გაცილებით უფრო მაღალი 6-დან 9 წლამდე ან უვადო, ესე იგი, სასჯელის მოხდის ობიექტი. ეს თქვენ სამართლიანად მიგაჩნიათ? მე პირდაპირ შემიძლია გითხრა და გუშინაც უთხარი უმრავლესობას. ეს არის უფსკრულის გაღმავება საკუთარ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის კიდევ ერთი მაღალი კედლის აშენება საკუთარ საზოგადოებასთან. იმიტომ რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა ახალი საპროტესტო აქციის მერე გახსნილიყო თავის საზოგადოებასთან, ეფიქრა მიზეზებზე, რას გამოყავს შენი ხალხი, რატო აქ ხალხს მძაფრი განცდა პროტესტის, ნაცვლად ამისა ცდილობს პირიქით ამოქოლოს ის ხვრელები, ანუ
თვითიზოლაცია განახორციელოს და ხელი შეუშალოს საპროტესტო აქციის ჩატარებას და არა იმას, რომ ხელი შეუშალოს საპროტესტო მუხტის განვითარებას ქვეყანაში. ეს არის ინტელექტუალური შეცდომა, რაც აუცილებლად დამთავრდება ტკივნეული გზით ხელისუფლების შესვლის, როგორი კანონმდებლობა საკანონმდებლო რეფორმების არ უნდა გაატაროს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით. ბატონ ჯონდი, რვიანის საკითხს უნდა დაუბრუნდეთ. თქვენ წეგან აღნიშნეთ, რომ გარკვეული პარტიები, რომლებსაც არ აქვთ რესურსი, ცდილობენ, რომ ალიანსის სახით შეინარჩუნონ ეს რვიანი და შემდეგ გარკვეული კვოტები მოიპოვენ უკვე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ანუ თქვენ